გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. გოგონები ერთმანეთს უყვებიან, როგორ მოინადირეს მამაკაცების გული. ხო, აბარა. ხო, ეხა გოგოებს ველოდები ჩემებს, ხო იცი სამშაბათობით ისეთი საუბრები გვაქვს ხოლმე, ისეთი საინტერესო თემებზე და ეხა უნდა მოვიდნენ. კაი, დაგირეკავ მე. აი მოვიდნენ მგონი. კაი, კოცნი დაგირეკავ. ჩემო გოგო. სამსახურიდან გამოვიქეცი. ჩემს უფროს უთხარი თამართან რო არ წავიდი, არ შეიძლება. გავამზადე უკვე. აი გოგო ხა. და შეგრილებული ხო რა ვიცი, აბა მომენატრა ძალიან თქვენთან ჯორა. მეც ხო. როგორ ხარ? რა იყო რა გჭირს? რა მოწყენილი მეჩვენები? რა ვერ მოხდა? რა არის? გოგო. იცი რა? ზოგჯერ სარკეში რო ვიხედები ხოლმე. ჩემ თავს ვეკითხები. მონიკა ბელუჩი და ვინსენტ კასელი. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. კიდე რამდენი ოჯახი უნდა შეიწიროს ჩემმა სილამაზე? კარგი, გეხვეწები, დღეს აღარ დაიწყოთ ეგეთები რა, გთხოვ. ეგეთები რა გინდა? შამბობ. ეხლა გამახსენდა ჰოლივუდზე ზუსტად. იცი ვინ მომწერა? ვინ დიზელ. აუ არ არსებს რაო? რა მითხრა თუ გამოიცნოთ. ანუ მე რამდენად უნდა ვიმიზეზო ფორსაჟის გადაღება, რომ საქართველოში ჩამოვიდე შენ სანახავ. ხო რა საყვარელი. ტიპი მეუბნევარ, ხო შეიძლება, რომ ერთხელ შენც ჩამოხვიდე რამენაერად. აუ კაი. მე ხო არ მცალია და ხო მაგრამ ჩადი ერთხელ. არ მცალია, ეხაც ბუღალტერია გავაკეთე. გიშდები რა. გოგო, რაღაცნაირად იცი რა? მე ეს ჩემი და მამაკაცების ურთიერთობა არ მიყვარს, რატო იცი? უბრალოდ მამაკაცების ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად გენეტიკაში გვაქვს ეს, ხვდები? ბებია ჩემი, აი ბებია ჩემი, ნახე, სად არის გენეტიკა? ბებია ჩემი იცი ვის უყვარდა? ვის? ალენ დელონს. აი, ურეკავდა გოგო სულ. ხო და ნუ მაშინ ბაბუა ჩემი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო ვაჟა. ხო და ვაჟა აირჩია ბებია ჩემი, ისეთი წარმოსადეგი კაი, მხარბეჭიანი კაცი იყო ვაჟა და ეს ალენ დელონი თვითონ ეკრანზე ყოფილა ძალიან კაი, თორე ცხოვრებაში არაფრად არ ვარ. ბებია შენს ფოტოები ნანახი მაქვს ახალგაზრდობაში. ულამაზესი. ბევრად ჯობდა. რასაკვირველი, არ შეიძლება შედარება. აი მე ხლა რა ხან ბებიაზე დაიწყე ლაპარაკი. ბებია ჩემი ვის უყვარდა, იცი? მე ვის? NASA-ს კოსმონავტს. აი გამიგია. ამბავი რა მოხდა. მოკლედ ეს კოსმონავტი მიფრინავდა მთვარეზე. ხომალდით და ნუ მოკლედ რო აფრინდა და უკვე მიუახლოვდა ამ მთვარეს, იქიდან დაინახა ბებია ჩემი რუსთაველზე. ანუ ბებია ჩემი თავისთვის მიმედიოდა ხო ხდები. შეინობდა. აი რა. და ეს გაგიჟებულა და გადაირია და იქიდან ეგრევე მოაბრუნა ეს ხომალდი და პირდაპირ რუსთაველის მეტროსთან დასვა. დასვა და მივიდა ბებია ჩემთან და რასე უგნება არ იცი რომ ეს ლამაზი მტრედია ეტაპის გამოექცა. კოსმონავტი და როგორი რომანტიკული. გოგო რა, მე მარობებო რა უთხრა. მარობებო არაფერი, ნუ გააგრძელა გზა, იმიტომ რომ ინგლისური არის მოდა ხო ხვდები და წავიდა. კარგი, ინგლისური თუ არის მოდა რა გაიგო იმა რა უთხრა. მე რა მნიშვნელობა აქვს ახლა რა გაიგო და რა უთხრა. ნუ წავიდა და ის ხომალდით აფრინდა ახლა და ნუ აღარ გვინდა ეს ჩაძიება რა. აუ მე მაქვს ერთი ძალიან კაი ისტორია მოგიყვეთ ახლა. იმ დღეს გავიცანი ბიჭი. შემომხედა, შევხედე, შეუყვარდი, შემიყვარდა, ცოლად გავყევი და აგენტი არ აღმოჩნდა, გოგო. აი რა. ხო, და მე თუ ეს შენ გაპატიო აგენტობა დამიმალე მეთქი, ავიღე ჩემი თოფი და ვესროლე. მე იმანაც აიღო იარაღი და მესროლა. მე ვესროლე, მესროლა. აი, რა მე რა მოხდა? მე ვიზასავეთ. ერთი წამით რა. ეგ ფილმი არ არის მისტერ და მისის სმიტები? ხო, ფილმიც არის რაღაც ეგეთი, კი? რაღაც ფილმი ხო. ხო არ ვიცი, მაგრამ იცი რა მე ვფიქრობ, რომ ჩემი ისტორია უფრო რაღაც საინტერესოა და ორიგინალური ისტორია მაქვს რა.
მოკლედ ერთხელ ამალასთან ერთად გამოვედი უბანში სანადიროდ. თვითონ ამალა. ანუ მე მივდიოდი და უკან ამალა მოყვებოდა. მე უცებ კაცი შევნიშნე. დავადევნე მიმინო. ეს კაცი გაიქცა. მიმინოც თან გაყვა და სადღაც დაბურულ ტყელში მიიმარნენ. აი მე მივედი ამალასთან ერთად დავედევნე და რას ვხედავ? ორივე ცხელ ჯაკუში ჩაწოლილა. აი რა. მივედი და მეც მათთან ერთად ჩავწექი ცხელ ჯაკუში. აი მაგიჟებთ. რა დაგბურძგლა გოგო რა გჭირს? თბილისის დაარსების ისტორიას მიყვები ახლა შენ თუ მეცნიერება? და მე არ ვიცი ან ახლა შენ რაზე მელაპარაკები, მაგრამ მე გესაუბრები ჩემი თბილისში დაფუძნების ისტორიაზე რა. და მართლა ნუ ბოღმიანობ. და ვაფშე რაღაცებს რო ვიკონტროლებ, აქ შენ რატო არაფერს არ გვიყვები ვერ დავი. არ გაქვს რამე ისტორია? მიდი მოყევი. მოგიყვებით მე. მოყევი მე მიდი. გისმენთ. მე და ჩემაქმა ერთმანეთ როგორ გავიცანეთ, ხო იცი? არ ვიცი. როგორ? სად გაიცანით? ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანეთ ერთმანეთი. მე ეგა სულ. მოგვეწონა ერთმანეთი, შეგვუყვარდა და დღეს თოლქმარი ვართ რა. და მე ეგ იყო სულ ისტორია. ანუ დამთავრდა всё მორჩა. ხო, მოხდა რა. ანუ ჩემი ისტორია რეალური მაინც არის, გოგოებო, რა გჭირთ? ანუ ჩვენი არარეალურია, მე და თათიანა. ანუ ხდები რამ ხლა შეურაცხყოფა მოგვაყენა, რომ ამან რეალური თქვა და ჩვენ ესე გამოვიგონეთ. და ვიტყუებით, ანუ ჩვენ. კი, იტყუებით. აბა რა საკეთებთ? იგონებთ რაღაცებს. შენ ახლა ცოტა ძალიან ზედმეტები ხო არ მოგდის? მე? ხო, შენ. ამაში რა, ვერ ახარ თქვენ კარგად მე მგონი, წავედი რა. წადი მე რა. ჩვენ იდილია გვაქვს აქ და რაღაცა გამატარე რა. წადი რა. რაღაცა იმაშება. გვეკიდება სიტყვებზე და რაღაცა არ გვაცლის ბედნიერებას. უტოცი. კაი, დაიკიდე. და მოგიყვა. რაღაცა გიდო და გეთქვა წეღან. ნიუ-იორკში ვარ, ბროდვეიზე ჩემ ამალასთან ერთად. და უცებ ჯეკი ჩანი არ გადმომიხტა. თუ მეთქი აქ რა გინდა თქო? კიდე სპაიდერმენი მეძახის რომ ვერიცანიო? აუ წამო მოგიყვები მე რა. მე ცოტა წამოვიღებ, წამო.